პირველ რიგში მეც მადლობას მოგიხდით, რომ ამ ხტომაზე დამიშვით და მშობლები და ახლობლები დაუშვით. მაშინ როცა წინა ხტომა ჩემი ვენებით დავტოვე და რატომაც გაძევებულად ჩავითვალე. და ასევე სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ნამუკას და ყველა სხვა ფონდს და ზოგადად ყველა ქველმოქმედ ადამიანს. რატომღაც რუსული რეჟიმის პირობებში ქველმოქმედება, კეთილის საქმე, სოლიდარობა და თანადგომა დანაშაულად ითვლება. აი მაგალითად გუშინ სადგურის მოედანზე მაღაზიები დაიწვა და დარწმუნებული ვარ ეს ფონდები აუცილებლად დაეხმარებოდნენ იქ დაზარალებულებს და ამიტომ ვინც ეს ფონდები დააყადაღეთ კეთილი ინებეთ და ყველა საუნაზღაურე ძარად. აი ასეთი ხერხებით ებრძოდნენ ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს მათ ვისაც არ მოსწონდათ რეჟიმი და ქვეყნის მტრადად ცხადებდნენ. დასაბუთება არ ჭირდებოდა ამას, უბრალოდ იტყოდნენ ქვეყნის მტერია და მათ ხელში იყო ძალაუფლების ყველა ორგანო და მოაშფოთდნენ ასე. დაახლოებით იგივე მეთოდებით, რუსული მეთოდებით მოქმედებს ეს ვაინთავრობაც. გარდა სოლიდარობისა სამართლებრივი კუთხითაც მინდა რომ შევეხო ამ თემას, ვინაიდან უშუალოდ ჩვენ გვეხება და ჩვენ გვბრალდება კიდევ ერთი რაღაც. თითქოს ვიღაცები გვაფინანსებდნენ. თან რო შევხედოთ აზრობრივად და ლოგიკურ ჭრილში ამ ბრალდებას, ოდნავ მაინც თუ დავფიქრდებით, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. აი მაგალითად აფინანსებდნენო არეულობას და აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდნენ ამ ფულითო. თუ აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდნენ და არეულობა ფინანსდებოდა, ეს ნივთიერებები უნდა მოვზენოთ იმ ადამიანებში, ვინც დაგვიჭირეს, ხო, იმ ადგილას მოსავალზე ყოფნის დროს ამ პერიოდში. მე მაგალითად დაჭერილი ვარ, მე მაგალითად მედავებიან ქვის როლას, ვიღაცას ბოთლის როლას ედავებიან. ანუ ქვას და პლასმასის ბოთლს რავის დაფინანსება რა შეჭირდებოდა. მე მგონი ამას არ უნდა ფონდის შექმნა. ერთადერთი ყველაზე ისეთი ნივთიერება აკრძალულად რო ჩაითვალო, შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებზე მოგვედავთ, ისიც რომ დაუკვირდეთ. დაახლოებით მაქსიმუმ მოლოტოვის კოქტეილი გაისროლეს იქ და თითოს დამზადებას ალბათ უნდა 10 ლარი. ანუ 80 ლარის გამო შეიქმნა ამ ხელაფონდები, რომლებიც აფინანსებდნენ სტიქიისგან დაზარალებულებს, აფინანსებდნენ ოპერაციებს, ეხმარებოდნენ სიმსივნით და ლეიკემიით დაავადებულებს, ასევე მშიერ და ობოლ ბავშვებს. მაგრამ ამავდროულად ეხმარებოდნენ პოლიტპატიმრების ოჯახებს და უსამართლო ჯარიმებით დაკირთულ ადამიანებს და ესე აიტანეს ზუსტად და ამიტომ გადაწყვიტეს რომ ეს დაეყადაღებინათ და ის ფული რომელიც 6 წლის მშიერ ბავშვს უნდა მოხმაროდა, რომელიც ვინც ჯარს აგროვებდა საჭმელისთვის თავად მიითვეს ეს. ახლა გადავალ უშუალოდ საქმეზე. რასაც უყურებ 5 თვეა ვისმენ პროკურორების რაღაც ეგრეთ წოდებულ ბრალდებებს და ყოველი წინადადების მოსმენისას ორად ორი სიტყვა მიტრიალებს თავში. ცარიელი სიტყვები. მართლაც ფაქტია, რომ ცარიელი სიტყვების გარდა არ არსებობს მიზეზი, რატომაც ჩვენ ვართ ახლა დატყვევებულები. და 5 თვეა მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვების გამო ვარ დილეგში. ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რაიმე მტკიცებულებად იქცეს ცარიელი სიტყვები და ამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვა. ანუ 10 კაცს რომ თეთრზე ათქმევინო, შავიო, შავი ვერ გახდება, ხო? აი 1000 კაცს თუ ათქმევინებ, გაგიკვირდება და შავი მაინც ვერ გახდება. ამიტომ რამდენი თანამშრომელი უნდა მოიყვანოთ აქ და ალაპარაკოთ წინასწარ ნაბრძანები ტექსტებით. აზრი არ აქვს თუ ისო ცარიელი სიტყვებით მოდის და იმას ვერ ამტკიცებს, რომ კონკრეტულად მიდავაზიანე რომელიმე ან რაიმე დაჟღუთების მონაწილეობა. და ამას ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი რაღაც. ამიტომ კვლავ მოუწევთ ისო ცარიელი სიტყვებით მოსვლა და იტრიალებენ ისო ცარიელი სიტყვების ირგვლივ. მეტი არაფერი არ აქვს და არც ექნებათ. ამიტომ მე ვიმედოვნებ ალბათ მოსამართლე, რომ ცარიელი სიტყვების და სიტყვაზე ნდობის ფაქტორით არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ამით არ დაუნგრევთ ადამიანებს ცხოვრებას. კონკრეტულად მე ცხოვრება არ დამენგრევა, რამდენი წელიწად უნდა ვიყო, იმიტომ რომ რამუხლითაც რის გამოცვა ჩემთვის ეს სევდის მომგვრელი არ არის, მაგრამ არ გიფიქრიათ მშობლებზე, შვილებზე, ცოლებზე. მე ღმად წამს და მჯერა რომ სამყაროს გვირგვინი არის ადამიანი და არავის არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანი დაამციოს, მოსყოს, მიძალადოს მასზე და უსამართლოდ მოეპყრას. ადამიანის სიყვარულისა და თავისუფალი ნებისთვის არის გაჩენილი და მე ღმერთი სწორედ სიყვარული
თავისუფლება და სამართლიანობა მგონია. ამიტომ არ მეშინია და ამას ვეძებ საკუთარი თავისთვის, ჩემი თანამოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის, სიყვარულს, თავისუფლებას და სამართლიანობას. Tata თუთაშკი ასეთ რაღაცას ამბობს. Გლის ფიქრი მარტო ის კი არ არის, რომ მოუკლავ, არამედ ისეთი მოუკლა აქეთ არ დამასვოს მოკლავ. Აი ადამიანის ფიქრი კი ის არის ისეთი მოკლა ჩემი სიცოცხლეს ჯობდეს მის სიცოცხლესო. Ოდა თქვენ გეკითხებით, ვისაც ჩვენი მოკლა უდანაშაულო ადამიანების გაწივა გინდა, დაფიქრებულ ხართ მაინც თქვენი სიცოცხლეს ჯობს, ჩვენ სიცოცხლეს. Აი პროკურორს ვაჟას ვკითხავდი, რომ ახლა რომ ომი დაიწყოს და რუსი ღორების ჯარები აქ შემოვიდნენ, თუ წავიდოდა საომრად, რაღაც არ ამგონია. Აი მე არც კი დავფიქრდებოდი, მაშინ გავარდებოდი ფრონტის ხაზზე. და მაშინ გეკითხებით, რატო უნდა იჯდეთ თქვენ ისეთ თქვენ მან და ჩვენ აქ. გადავალისო უშუალოდ საქმეზე. უკვე 5 თვეა ჩემი ტელეფონი გაქვთ ხელთ კითხავია. და სავარაუდოდ ყველაფერი ამოქექილი გექნება, გამოიძიებთ იქ Facebook-ზე ვისთვის რა მიწერია ოდესმე, ან ტელეფონის ნომრი და რა გამიხორციელებია, ზარი, მიმოწერა და ასე შემდეგ. ზოგადად სოციალური ქსელებით ვსარგებლობდი და ყველაფერი მაქვს იქ რაც კი ოდესმე გამიხორციელებია. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებოდ იქ ვერანაირ კავშირს ვერ იპოვით იმ 50 ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაგვიჭირეს, იმ 50 პატრიოტ ადამიანთან. ჩემ და საუბედურო და სამწუხაროდ არც ერთ არათუ არ ვიცნობდი, გაგებულიც არ მქონდა არც ერთი. აი ანდრო ტიჩინაძეც არ მქონდა გაგებული, ეს ჩემი შეცდომა, მაგრამ პირველად რომ გავიგე ანდრო ტიჩინაძე დაიჭირესო, რომ წავიკითხე, ვფიქრობდი ვიღაც ანდრო დაიჭირეს, ალბათ ტიჩინაძის ქუჩაზე. არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ. არათუ მიმოწერა მეგობართან ნუსხაშიც კი არ მყავს არც ერთი Facebook-ზე და ამიტომ რაც არ უნდა ეძებოთ, ამით კავშირს ვერ დაადგენთ ვერც ერთთან, რომ რაიმე დაჯგუფებაში ვიყავ. ვიდეოები კიდევ რაც გვაქვს წარმოდგენილი, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ეს ჩვენი სასარგებლოდ უფრო არის ეს ვიდეოები ვიდრე თქვენს, იმიტომ რასაც გვედავებით, ამ ვიდეოებით ჩვენ მხარეს უფრო მტკიცდება ვიდრე თქვენი ბრალდების მხარეს, იმიტომ იმ ვიდეოებში ჩანს ორი რაღაც, ის რომ ერთმანეთთან კავშირი არც იმ ადგილას გვაქვს იმ ვიდეოებში და არც იმ ხელწერტილში გვაქვს, სადაც ვითომ რაღაც დანაშაულის ჩადენას გვედავებით. და ნუ ჯგუფური კავშირი იმ ვიდეოებშიც არ მტკიცდება. და მეორე, იმ ვიდეოებშივე ჩანს, რომ არავინ არ ზიანდება ჩვენი მხრიდან. ჩვენი რაღაც განხორციელებული ქმედების მერე ვინმე დაზიანებული და დაზარალებული არ ჩანს, იმიტომ არ არსებობს ასეთი რაღაც. მის ვიდეოები ჩვენ სასარგებლოდ უფროა ვიდრე თქვენს. და კიდე რასაკეთს მინდა რომ შევეყვან. ჩვენი დაჯგუფება მოხსენიება ისეთივე აბსურდია, როგორც მაგალითად ყველაფერი დააბრალოთ Deep State-ს. ანუ შეგეძლოთ ბარემ Deep State-ის ვიცოდოთ, ან ბრალი წაგვიდგინოთ და აბორიგენებადაც მოგვიხსენიოთ. რა სხვაობა არც ის არსებობს დაჯგუფება და არც აბორიგენებმა იციან ჩვენ შესახებ, მაგრამ პროპაგანდის მიზნით გარკვეული პირები მთავრობაში გაყვირიან ესენი Deep State-ის წარმომადგენლები არიან, აპუასები არიან, აბორიგენები არიან. და ხალხიც იჯერებს ატომბოს. აი მაგალითად და კიდე რას მინდოდა რომ შევხედოდი, ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მესმის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ვაიმთავრობის, რომ ამათ ესენი ვიღაცებმა დაიქირავეს, დააფინანსეს, რაღაცა შეცდომაში შეიყვანეს, რომ გარიყო და ასე შემდეგ. ვინც ამას იძახის, მოვითხოვ რომ, აი აქედან მოვითხოვ რომ თუ რაღაცაზე ბრალს უყენებ ადამიანს, იცებულებაც მოვაყოლოს, თორემ ასეთი ქმედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის, იმიტომ ცილის წამებას დანაშაულია და ყოველთვის მთავრობის ხელში არ იქნება სასამართლოს უწყება და აუცილებლად მოგეკითხებათ ყველას, ვინც რაღაცას გვაბრალებით ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე. ჩემთვის შეურაცხყოფელი არ არის, როდესაც მაბრალებენ ვიღაც მოძალადის და მოღალატის დაზიანებას. რაც არ გამიხორციელებია, მაგრამ მაბრალებენ და ეს შეურაცხყოფელი სულ არ არის ჩემთვის. მაგრამ როდესაც მაბრალებენ რომ ვიღაცამ დამიქირავა, იმისთვის რომ იქ მდგარიყავი, სადაც ყველა უნდა მდგარიყო ისაც, ეს უდიდესი შეურაცხყოფაა ჩემთვის. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ეს, რომ ფულის გარეშე რაიმე გააკეთოთ და რიგითმა მოქალაქემ თავისი ნებით გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და გადადოს თავი იდეისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ გონიათ რომ ამიტომ აპელირებთ იმაზე რომ თითქოს ვიღაცამ დაგვიქირავა. და ხალხსაც აჯერებენ ამ ცნაურ ბრალდებებს, აი ტაივი ლანისტერი ამბობს რომ ლომს ხების აზრი არ უნდა ადარდებდესო და მართლაც ასეა, მაგრამ
იმდენი წყალი მოგებოდა ქვეყანაში სამწუხაროდ, რომ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცევა და ფიქრის უფლებას კი შეუზღუდის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სხვის ნაფიქს იმეორებენ, თვითონ არ ატანენ თავს ძალას, მართლა შეიძლება ეს მომხდარიყო თუ არა. აი, გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომაში ასეთ რაღაცას ამბობს ერთ-ერთი დიქტატორი, რომ ქვეყნის მთავარი უბედურება, ქვეყანაში უბედურების თავი და ბოლოც ის არის, რომ ხალხს დრო რჩება ფიქრისთვის და რა მოვიფიქრო ეხლა, რომ ხალხმა ფიქრისთვის ვეღარ მოიცალოს. და ნუ მისცემთ უფლებას ნურავის, რომ თქვენს მაგივრად იფიქროს და შეგიზღუდოთ ფიქრის უფლება. მთავრობაში ბოლო პერიოდში რაღაც ცვლილებები მოხდა, უამრავი ცვლილება მოხდა, ზოგი დააწინაურეს, ზოგი ჩამოაფეითეს და ამაზე ერთ-ერთი წიგნიდან მახსენდება ასეთი ფრაზა: ვირთხების რბოლის მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც მაინც ვირთხად რჩები. და ბოლოს გუშინ გლადიატორ 2-ს უყურე და იქ ერთმა ასეთმა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც ერთ-ერთ მთავარსარდალს იმპერატორის ბრძანებით თავისივე თანამებრძოლები ისრებით ცხრილავენ, ერთ-ერთი გლადიატორი გამოდის და არენაზე შეკრებილ ბრძოლას ასე მიმართავს: ხო ხედავთ როგორ ექცევა რომი თავის გმირებს, მისი სიცოცხლე არაფრად უღირდა, თქვენი რა ეღირება? ხო და ახლა თქვენ მოგმართავთ ქართული ოცნების ამომრჩევლებო, გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლე არაფრად უღირდა, თქვენი რა ეღირება? და კიდე ეს დავამატებდი, თქვენ უკვე მეოთხე მოსამართლე ხართ აქ და წინა სამი მოსამართლედან ერთი არის დასანქცირებული, მეორე უდიპლომო და მესამე კრიმინალურ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული. ვიმედოვნებოდ თქვენ მაინც აღმოჩნდებით მოსამართლე ამ სიტყვის სრული გაგებით. მადლობა.